გადააგზავნე. მეგობრებო, გიბრუნდებით ჩვენს YouTube არხზე გზა შენია. ცოტა განსხვავებული გადაცემა გვექნება დღეს. ახლა ვიმყოფებით ჩვენ ბუდაპეშტში Hungaroring-ზე, სადაც არის Porsche-ს ღონისძიება და აქ როგორც ხედავთ კამერაში ალბათ ჩანს ძალიან ბევრი მანქანაა. გვექნება 911-ების გამოცდა ტრეკზე, რომლებიც არიან Turbo S, GT3, GT3 RS, GTS, Launch Control, Electro Cayenne, რომელიც არის 1150 ცხენის ძალიანი და დარწმუნებული ვარ სასწაული ემოცია ექნება, მაგრამ ჩვენ როგორც სუპერ ტესტის მოყვარულები და სიჩქარის, მოსახვევების და ემოციების მოყვარულები უფრო ტრეკს ველოდებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება GT3 და GT3 RS როგორი შეგრძნებები ექნება ტრეკზე. მოდი ამას დაველოდოთ, ვნახოთ და იმედი მაქვს, რომ ყველა ისეთი ემოციებით დატენილები ვიქნებით და მინდა გაგიზიაროთ ის, რომ სავარაუდოდ შემდეგ სრულფასოვან ტესტში, როგორც თავიდან დავიწყეთ, გავტესტავთ ერთ-ერთ 911 სავარაუდოდ GT3-ს ჩვენ სუპერ ტესტში ანალოგიურ ლიდერბორდში რომ ჩაჯდეს, ეს უბრალოდ შემოგთავაზებთ ნაირ სახეობას და ბევრი Porsche-ს სხვადასხვა ავტომობილის გამოცდილებას. სანამ ტრეკზე გავალთ, გეტყვით რომ აქ მარტო არ ვარ, აქ ვარ Wissolis ათლეტებთან ერთად. დიდი მადლობა რა თქმა უნდა Wissols და Porsche-ს ცენტრს ამისთვის რომ ამ ღონისძიებაზე გამოგვიშვა. არიან ახალგაზრდები, მრბოლელები, ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის მრბოლელები და ძალიან საინტერესო იქნება მათი აზრიც თუ როგორ გამოცდილებას მივიღებთ ამ ღონისძიებით. ეხლა კი სულ რაღაც 2 წუთში გვიწევს ტრეკზე გასვლა, გამომყევით და ერთად მივიღოთ ეს უსაზღვრო ემოციები. მოგლეთ, ეხლა გავდივართ ტრეკზე Porsche 911 GT3-ებით, ეს არის განახლებული ვერსია, 992-2 მოდელი. ცოტა რაღაცები შესწვლია, მანქანას აქვს 510 ცხენი ძალა, უფრო ხისტი დაკიდების სისტემა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამოგვაცდევინებენ ამ მანქანას ხლა მთელი სიჩქარი და მთელი ზარით ვერ უვლით ტრეკზე, მაგრამ კარგად გავიგებთ ამის შესაძლებლობებს. აგრე მე და გიორგი ჩავსხდებით ეხლა ამ ავტომობილში და გავყვებით leading cars. აქ ერთი სპეციფიკა ის არის, რომ მოცურების სისტემას არ გამოგვართვევინებენ, მაინც პირველ რიგში უსაფრთხოება, მაგრამ საკმაოდ კარგ გამოცდილებას მივიღებთ და კარგ ემოციებს. მოგლეთ, წავედით და ვნახოთ დანარჩენი გზაში როგორ იქნება. ეგა. მოგლეთ, აი დავიჯარით, გავდივართ ახლა ტრეკზე. როგორც გითხარით, ეს არის განახლებული ვერსია, 992-2 მოდელი, ანუ ეგრეთ წოდებული რესტაილინგი. ისე ერთი განსხვავებული რაღაც უნდა გითხრათ ამ მანქანაზე, მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი მთავრობა ყველა ქვეყანაში ცდილობს, რომ ეს გამონაბოლქვი და ჰაერის სისუფთავეზე იზრუნონ, ასე ვთქვათ და ამ მანქანასაც დაუყენეს დამატებითი კატალიზატორები და ქარხანას ძალიან გაუჭირდა იგივე მონაცემების მიღება, რაც ამის წინამორბედს ჰქონდა. ამიტომ ცოტათი 5 ნიუტონ-მეტრით ნაკლები აქვს, მაგრამ ეს რომ არ ეგრძნო მძღოლს, ამის ხარჯზე დაუყენეს მოკლე გადაცემათა კოლოფში, რომ უფრო კარგი აჩქარება ქონდა საერთო ჯამში 8%-ით უფრო მალე ჩქარდება ვიდრე ამის წინა ვერსია. ამას ახლა რა თქმა უნდა ტრეკზე ვიგრძნობ. Hungaroring-ზე ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბევრი შეჯიბრი მქონია, საკმაოდ ისეთი ტექნიკური ტრეკია, ბევრი მოსახვევებია, ყოველთვის ძნელია ხოლმე აქ მანქანების გასწრება რა, ისეთი ის არის. ბევრი კუთხეა ხო? ხო, ბევრი მოსახვევია და დიდი სწორი მონაკვეთები არ არის და ამიტომ ძნელია ყოველთვის შეჯიბრის დროს გასწრება. ამდენი მანქანით ვართ ეხლა და როგორი არის ეს პროცესი Porsche Experience-ის პარკში? ეხლა ვართ 5 მანქანით, ეს ჯგუფურად დავდივართ, ანუ და იმაზეა დამოკიდებული ჯგუფი როგორ ივლის ჩვენი სიჩქარე, ანუ ჯგუფი თუ კარგად ივლის, წინა მანქანა მოუმატებს სიჩქარეს და უფრო რითქიურით, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით პირველი წრე იყო და ცოტა ისე საშუალოდ გავიარეთ ტრეკის გაცნობა, რაღაცა ყველანაირად გასახურებელი იყო, მაგრამ ამ მანქანას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ხლა ამის პოტენციალი რომ გაიგო, ცოტა ჩქარა უნდა იარო, რომ მიხვდე რაში გამოიხადება GT3-ის ხიბლი. უხროჭის დროს ერთი დარტყმით და ღრმად და თავიდან ერთი დარტყმით და ღრმად და მე ნელ-ნელა უშვებ მუხრუცს. რაც უფრო ანელებ, უფრო უნდა შეუშვა მუხრუცს. რომ წონა გადაიტანოს წინ მანქანამ და მოგახვევინოს ისე. და შენ ამბობ, რომ GT3-სა და GT3 RS შორისაც ძალიან დიდი სხვაობა არის.
პირველი გამოცდილება ტრეკს. მეორე აქ ვიღები უთორმოზო ვიღები დაიწყე აჩქარება გაყევი მესამეთი დარჩი მარცხენა მხარეს დარჩი მოემზადე მეორე მოსახულისთვის გადაეწყე შეაგორე აქვს საუკეთესო მანქანა, საუკეთესო ტრეკი და საუკეთესო ინსტრუქტორი. მე დიდარ ძალიან კარგი მოსწავლე, რომელიც ძალიან სწრაფად იწვევს. ამაზე მაგარ მანქანაზე დღეს არ დავიშვები, ხო? ერესზე დავიშვები? აბა. მოკლედ მოვრჩით GT3 ტრეკზე სიარული ძალიან კარგი გამოცდილება იყო. შემდეგში გელოდებათ GT4 ტრეკზე გავლა, Turbo S ტრეკზე გავლა, GT3 RS-ით მე ყველაზე ძალიან GT3 RS ველოდები, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობაა, დამერწმუნეთ GT ორივე მიტარებია, GT3 და GT3 RS შორის ძალიან დიდი სხვაობაა, უბრალოდ აქ არ გვაქვს საშუალება რომ ბოლომდე გავწუროთ მანქანები, იქ უფრო აი ეს დიდი სხვაობა ლიმიტზე იგრძნობა, იმიტომ რომ მაგარი დაუნფორსი აქვს, ანუ ეს ფრთები ისეა განაწილებული GT3-ს აეროდინამიულად, რომ რაც უფრო ჩქარა მიდიხარ, უფრო მაღალი დაწოლა აქვს და დიდ სიჩქარეებს საოცრად გადის, ფაქტიურად სარბოლო მანქანაა სახელმწიფო ნომრებით, ასე ვთქვათ და ერთი სული მაქვს, როდის დავჯდებით GT3 RS-ზე და იმითი მივიღებთ სასიამოვნო გამოცდილებას. ეხლა მოვიდა დრო, რომ ჩემი ოცნების მანქანით გავიაროთ ტრეკზე. ეხლა ვეცდებით, რომ მთელი ტრეკი გადავიღოთ და უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ GT3 RS-ი როგორია ტრეკზე. ეგარი. წავედით. ავედით, აი, შეიგრიბება ჯგუფის და გამოვცადოთ. თავიდანვე იგრძნობა, რომ ეს 3 RS-ი უკვე სხვანაირია, უფრო შეკრულია, უფრო მოყვება. უხრუჭიც აგრესიული აქვს. თავისუფლად ტრეკზე თავისუფლად გრძნობს თავს. საბურავებია ცოტა ცივი, გახურება ჭირდება. იგრძნობა, რომ ბევრად მაგარია მოსახოვებში. მუხრუძეც უფრო სტაბილურია და სპორტული მანქანაა რა, სულ სხვა არის. ოღონდ ეს არის აი სპორტსმენის მანქანა რა, ეს მოყვარულ შეიძლება არ ესიამოვნოს, იმიტომ რომ სწორედ სწრაფი რო არ არის, მაგით ვერი გაიქოს და აუ ისევ ამის უკან მოვხდით. ეგარი უკვე აჩქარდიას მეორეში всё გადააგდეიქით და მიდი რა მალე ადის ბოლომდე იქ ნახე, იქ რო უხვევ, მე ძალიან შიგნით ქაჩავ კიდე მანქანას, დაძაბულია და კიდე გზაბავ შიგნით, მაგდენი აღარ მოუხვიო შიგნით. ერთს რომ მოუხვევ, სწორად წავიდა და მე მარცხნივ გადააწყვე. ეხლა ნახე რა შეცდომა იყო, რომ შემოუხვე, კიდე შიგნით შეხვედი, ნეგატიურ კუთხეში წახვედი და იმიტომ იმას მანქანას მოცურება მოუნდა. და ტრექშენმა გადაგვარჩია. ხო, თორე დაუზრიალდებოდი. ეს კაი იყო. საერთოდ სხვა კლასია GT3 RS. ანუ არტინგ ავტომობილია, ოღონდ საუკეთესო რაც შეიძლება თამაშია. როგორც ნახეთ GT3-ით ვიარეთ ტრეკზე, ეს არის ახლა ვდგევარ Turbo S-თან, ეს არის განახლებული ვერსია 992 და რადიკალურად შეცვალეს ეს ავტომობილი, იმიტომ რომ სულ სხვა ძრავი ჩაუდეს, არის 3 და 6 ორმაგი ტურბო დაბერვით, აქვს ჰიბრიდული სისტემა. რა თქმა უნდა, Porsche მიზრუნა იმაზე, რომ ეს ჰიბრიდული სისტემა მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო, იმიტომ რომ ყოველთვის Porsche ცდილობს, რომ ტრეკზე კარგი სამართავი მანქანა ყავდეს და წონა ძალიან უფრთხილდება. განსხვავებას გეტყვით ახლა, Turbo S არის სწორზე ძალიან სწრაფი GT3-თან შედარებით, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მძიმეა და ნაკლებად ხისტი ამორტიზატორები აქვს და ცოტა სხვანაირი დაკიდების სისტემა და მოსახოვში ისეთი სპორტული არ არის, როგორც GT3, მაგრამ აჩქარების ხარჯზე მაინც ყოველთვის ძალიან კარგ დრო ეძებს ხოლმე ტრეკზე და ცოტა სხვა სეგმენტია. ყოველთვის აი
თუ მაგალითად Porsche-ს პრეზენტაციისთვის გიყურებიათ, ყოველთვის ქარხნის წარმომადგენლები იძახიან, რომ ყველაზე რთული არის ხოლმე ჩვენთვისო turbo S-ის შექმნა. იმიტომ რომ ტრეკზეც კარგი უნდა იყოს, სწორზეც სწრაფი უნდა იყოს და ასე ამავდროულად კომფორტული უნდა იყოს და ზუსტად ასეთი მანქანა არის turbo S-ი. ამ ჰიბრიდული სისტემის გამო ეგრეთ წოდებული turbo ჩავარდნა, ეგრეთ წოდებული ლაგი საერთოდ არ აქვს და ძალიან ფიცხია აჩქარებაზე და ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა. Nürburgring-ზე მაგალითად წინა მოდელთან შედარებით 14 წამით გააუმჯობესეს დრო. აქვს 711 ცხენის ზალა, იწონის 1725 კილოგრამს და დანარჩენი რა ვიცი, ტრეკზე გამოჩნდება. იქით დგას GT4 RS-ები და იმაზეც ვისაუბროთ. აი, აგერ არის მეგობრებო, GT4 RS-ები, ეს არის Caymanis მოდელი, ანუ 911 სხვა არის Caymanis სხვა არის. ეს არის პატარა ძმა, 911-ის პატარა ძმა. ესეც Caymanში არის ყველაზე აგრესიული და სპორტული მოდელი, რომელშიც იგივე ძრავი დევს, რაც GT3-ში, უბრალოდ 10 ცხენის ზალით ნაკლები აქვს. უბრალოდ ბალანსი იცავენ, რომ Caymani უფრო დაბალბიუჯეტური მანქანაა და არ უნდა იყოს GT3-ზე სწრაფი. როგორც ხედავთ, აეროდინამიულად ძალიან დახვეწილია, აქვს 500 ცხენის ზალა, როგორც გითხარით, არის დაახლოებით 1400 კილოგრამი, კარბონებშია სულ გაწყობილი, რომ სუბუქი იყოს, დაკიდების სისტემა წინ იგივე აქვს, რაც GT3-ს, უკან ცოტა სხვანაირი აქვს, უფრო ესეც ბევრჯერ მყავს ნატარები ჩვენთან რუსთავის ავტოდრომზე და უფრო ცეტი მანქანაა, ანუ მოსახოში უფრო უნდა რომ მოცურდეს და ცოტა უფრო პროფესიონალური სატარებელია, ისეთ სტაბილური ვერ არის როგორც GT3, მაგრამ უფრო ემოციურია ამის გამო და ყველაზე დიდი ემოცია ამ მანქანას აქვს იმის გამო, რომ აქვს სასწაული ხმა. ნახეთ, მე იმაებზე არ დავკონკრეტივ 911 ყველა ვიცით რომ უკანა ძრავიანია, ეს იცვლება ცენტრალურ ძრავიანად, ძრავი დევს პირდაპირ მძღოლის სავარძლის უკან და ეს არის შემშვები, ჰაერის შემშვების სისტემა, რომელიც აყენია ასევე მძღოლის უკან და სასწაულ ხმას გამოსცემს, როცა მანქანა 9000 ბრუნს ბრუნავს, როგორც ისი GT3, GT3 RS და GT4 RS 9000 ბრუნს ბრუნავს და სასწაული ხმა აქვს და ეს გაძლევს სასწაულ ემოციას. რა თქმა უნდა, ეს ყველა GT ვერსიები, რომელიც არის, ყველა მანქანა აღჭურვილია კერამიკული სამუხრუჭე ხუნდებით, ყველაზე აყენია ეგრეთ წოდებული ნახევარწლიკები, მიშელინის საბურავები, რაც უფრო მართვაში ხელს უწყობს მანქანას და უფრო კარგი ზუსტი და კარგი სამართავია. კიდევ დაგვრჩა ერთი ყველაზე ჩემი საოცნებო მანქანა და ჩემი აზრით მანქანებში ყველაზე მაგარი სპორტული მანქანა, რომელიც შეიძლება ქალაქშიც ატარო და ტრეკზე წახვიდე. ეს არის GT3 RS. აი ნახეთ, აი ამ მწკრივში არის ჩალაგებული GT3 RS-ები. ეხლა აგერ Porsche-ს ტექნიკოსები ამზადებენ, ისევ ტრეკზე უნდა გავიდეთ და შეხედეთ რამხელა ფთა უყენია უკან. აი ამ ფთის გარდა ყველა შეატყობთ ვიდეოში, რომ აქვს სხვადასხვა რაღაცა ისეთი დეტალები, აეროდინამიური დეტალები, ეს ვიზუალის გამო არც ერთი არ არის, ყველა არის ფუნქციონალური. ამ მანქანას უფრო მეტიც ძირზეც კი აეროდინამიული რაღაცეები უყენია, რის გამოც მეტი დაუნფორსი აქვს, ანუ დაუნფორსი ნიშნავს, რომ რაც უფრო ჩქარა მიდიხარ, უფრო მეტი ჰაერი აწვევა მანქანას და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი სიჩქარით გაიაროს მანქანა მოსახოში. ასევე ამ მანქანას უყენია საოცრად განიერი საბურავები უკან 335-30-ზე, ანუ იმდენად განიერია, რომ ამ მანქანის მოჭიდება აჭარბებს სიმძლავრეს. ანუ ტრეკზე რო დადიხარ, ნელი გონია მანქანა სინამდვილეში ძალიან მაგარ დროში დადიხარ, მაგრამ ისე მაგრად გას, რომ გაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე გაწურო ეს ავტომობილი. ამას აქვს GT3-ზე ცოტა მეტი ცხენის ზალა, 525 ცხენის ზალა, წონით არის 1450 კილო. ამას სულ კარბონშია ეს გაწყობილი, კარებიც კი კარბონისა აქვს, რომ მაქსიმალურად სუბუქი ყოფილიყო. თვითონ გაბარიტები დიდია მანქანა და ამხელა ზომის მანქანისთვის ძალიან სუბუქი წონაა. ესეც რა თქმა უნდა უკანაზრავიანია. კიდე სხვა Porsche-ებისგან განსხვავებით, ბევრმა იცით ალბათ, რომ კაპოტს რო ახდი Porsche-ს აქვს პატარა საბარგული. GT3 RS ესეც არ აქვს, იმიტომ რომ აქ დგას რადიატორები, ეგრეთ წოდებული რადიატორი წყლის გაგრილებისთვის და ამით არის დაფარული. ეს არის სუფთა ტრეკის მანქანა. ძალიან გაუჭირდა Porsche-ს, რომ მიეღო ადგილობრივი მთავრობისგან, რომ ეს მანქანა ყოფილიყო სამოქალაქო. იმდენად სპორტულია. ფაქტიურად GT3 RS-ი უტოლდება სარბოლო მანქანას. საოცარ, ყველა ტრეკზე საოცარ შედეგს დებს ეს მანქანა. კიდევ არის ერთი განსხვავებული მანქანა ყავს, რომელიც არის წარმოდგენილი აქ
ამას სამწუხაროდ არ გაგვატარებინებენ, მაგრამ უბრალოდ რეკლამისთვის ყავთ მოყვანილი. GT3 RS აქვს კიდევ უფრო აეროდინამიულად გაძლიერებული ვერსია, რომელსაც აკეთებს Mantai Racing-ი. ასე ქვია, ეს არის Porsche-ს ოფიციალური ქარხნული სპორტული დანაყოფი, რომელიც ჩართულია სარბოლო სერიებში და ნახეთ რა სხვაობაა თავიდანვე შეატყობთ, რომ უკანა დისკს უყენია რაღაცნაირი აეროდინამიული, რა დავარქვა, არ ვიცი, ფილა, რაც სიჩქარეზე იმაში ეხმარება, რომ უფრო კარგად გაჭრას აერი. აი ეს გრანდიოზული ანტიფრთის გრანდიოზული რაღაცა გვერდები, რომელიც ასევე ეხმარება აეროდინამიკაში და წეღან დამავიწყდა 3 RS-ზე მე თქვა, რახან ფრთასთან მოვედი, ნახეთ, ეს ფრთა არის გახსნილი. ფორმულა 1-ის მიმდევარი და გულშემატკივარი ვინც ხართ, გაგიგიათ ალბათ DRS. DRS ნიშნავს სწორზე ფორმულა 1 რო გამოდის, ღილაკით ხსნის ფრთას, რომ ნაკლები წინაღობა ქონდეს სწორზე და მეტი სიჩქარე აწიოს. ზუსტად ასე აქვს GT3 RS გაკეთებული. ნახეთ, ეხლა გახსნილ მდგომარეობაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორზე მაქსიმალური აჩქარება ექნება, რომ ბევრი წინაღობა არ ქონდეს ფრთიდან და როგორც კი შევეხებით მუხრუც, ეს იკეტება, რომ მუხრუზე მეტი წინაღობა ქონდეს ჰაერის და უფრო კარგად შენელდეს მანქანა. ნუ ეს შეგრძნებებით საოცარია, ასე სალაპარაკოდ ძნელია ამას მიხვდეს ადამიანი თუ არ შეიგრძნო. ასევე ნახეთ უკანა შუშაზეც როგორი ფრთა უყენია, ესეც რა თქმა უნდა აეროდინამიკისთვის არის, შესვლილი ამორტიზატორები აქვს Mantai Racing-ის მიერ გაკეთებულ 3 RS და Nürburgring-ზე ცოტათი უფრო სწრაფია ვიდრე ჩვეულებრივი GT3 RS და ისეთი ტრეკის ენთუზიასტები და Porsche-ს მოყვარულები, რომლებიც ხშირად დადიან Nürburgring-ზე, ხმარობენ ამ Mantai Racing-ის მიერ გაკეთებულ აეროდინამიულ პაკეტს. მეგობრებო, როგორც გითხარით, რამდენიმე გამოცდილება იქნება და ეხლა გვაქვს launch control-ის გამოცდილება ელექტრო კაიენებით, რომელსაც აქვს 1156 ცხენის ზალა და 1500 ნიუტონ-მეტრი. ეს არის Porsche-s მანქანებში ყველაზე სწრაფი Porsche, ანუ აჩქარებით გულისხმობ 2.5 წამში ჩქარდება 0-დან 100-მდე. ასევე განსხვავებული ისა აქვს, რომ რა თქმა უნდა, ელექტრომანქანები მძიმეა 2 ტონაზე მეტია და გასაოცარია ჯერ რომ 2.5 წამში ჩქარდება 0-დან 100-მდე, მაგრამ ასევე წონა რო ვერ იგრძნოს მძღოლმა, განსხვავებული დაკიდების სისტემა გაუკეთეს ამ მანქანას, მოსახლეებში თვითონ აბალანსებს წონას. მოკლედ, წამოდით ახლა გამოვცადოთ როგორია 2.5 წამში 0-დან 100-მდე აჩქარება ელექტრო კაიენით და ერთად განვიცადოთ ეს. ჩემი შვილი და პატარა ჩელენჯი შეექნება. საოცარი ემოცია, მართლა. სუსმანაირად იბრძნობა. ამ ხელა წონის მანქანა, რომ 2.5 წამში ჩქარდება. თქვენ ახლა ვიდეოდან ვერ აღიქვავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, დაუვიწყარი ემოციები აქვს. თან აი სულ მიკვირს ხოლმე როგორ იძვრება იცით ეს მანქანა, აი თავიდანვე რაღაცა დიდი გეგონება პანჩური ამოგარტყაო მაგარი ვიღაცამ, აი ესეთი დარტყმით იძვრება და სულ მიკვირს ხოლმე როგორ უძლებს სავალი ნაწილი აი ამ ხელა დატვირთვებს, მაგრამ ნუ როგორც ვიცით ტექნოლოგიები ვითარდება და ისეთ დროში ვართ, რომ 2 ტონა ნახევრიანი მანქანა გვიჩქარდება 2.5 წამში. მოკლედ ჩვენი Porsche-s ღონისძიება დასასრულს მიუახლოვდა, დაუვიწყარი ემოციები იყო. პირველ რიგში დიდი მადლობა ვისოს და თბილისის Porsche ცენტრს ასეთ დაუვიწყარი ემოციებისთვის. ჩემი პირადი აზრია, რომ რა თქმა უნდა თქვენ უკვე იცით, ბევრი ვისაუბრე ამაზე, რომ GT3 RS-ი იყო საოცარი მანქანა. თან ბოლომდე მიგვიშვეს ამ მანქანით და აი ბიჭების დამეთანხმებიან ბოლომდე გავწურეთ და ზღვა ემოციები მივიღეთ. მოდი ვკითხოთ, აბა ჩვენ აქ შერეულად ვარ, დრიფტერებიც ყავს, მოტომრბოლელიც ყავს, ახალბედაც ყავს, გამოცდილიც ყავს წრიულ რბოლაში და მოდი დრიფტერიდან დავიწყოთ, აბა? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე გულშემატკივრობთ დათას და ესე უყურებთ და გვერდში უდგახართ ამას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც დათამ თქვა, ვიმყოფებით ბუდაპეშტში, ჰუნგარონგზე.
მიგვიშვეს ესე ვთქვათ პორშეებთან ჩვენ ხელშია და რაც გადავწყვიტეთ ესე ვთქვათ რომ მანქანას ემოციები მოენიჭებინა ჩვენთვის ყველაფერი ვცადეთ გახელა აჩერედა და დაჟე ლანჩავდა კიდევა ჩუატრეკზე მანქანას და რედ ფლაგიც მიიღო მაგის გამო რაც შეეხება დღევანდელ დღეს 2-ოდე სიტყვით მინდა ვთქვა გამოცდილება ჩვენ ბევრ პორშეს მოდელებს შევეხეთ მაგრამ როგორ დათამახსენა RS3 იყო ჩემთვის განსხვავებული და ის ზღვა ემოციები მივიღე მაგ ავტომობილისგან რომელსაც ნამდვილად არ ველოდებოდი. ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო ჩვენთვის, ყველა დაგვეთანხმება. ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყველას GT3 RS იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მანქანა, თან მან მართლა ბოლომდე მიგვიშვეს, თუმცა რასაც შევცვლიდი ამ დღეში, აი წირო ნელი ინსტრუქტორები მიდიოდნენ, მაგათ მოვაცილებდი და ბოლომდე შეუტევდით. რატო იძახის ის ინსტრუქტორს ეწეოდით ხოლმე და მე აღარ მივდიოდი. ნუ 100%-ით ვერ გამოვცადეთ მანქანები, სადღაც 95-90 და ჩვენ აი ის ბოლო 5% გვაინტერესებს ხოლმე ძირითადად. რა თქმა უნდა. ნუ ალბათ მომავალში გვექნება მაგის საშუალება, რომ 100%-ითაც ვნახოთ ამ მანქანას რა შეუძლია და. მოდი ახლა გადავიდეთ სანდრო ფოფხაძეზე. პირველად იყო ასეთ გამოცდილებაზე, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ გვერდული სიარულის გარდა სწორად არულია ამ კაცს ჩქარა და მოდი ვკითხოთ როგორი ემოციები მიიღო. მოგესალმებით, ყველას კიდევ ერთხელ უგმესი მადლობა ამ ლამაზი დღის და შესანიშნავებისთვის. მე პირიქით კითხვა მაგდა და შენთან, როგორც გამოცემა პილოტმა რამოდენიმეჯერ ჩემს უკან იყავი და როგორ შეაფასებდი ჩემს პირველ ნაბიჯებს ტრეკზე, სადაც მანქანა ვერ მოვაცურე, ვერ მოვაცურე, ყველაფერად სადე, მაგრამ რა მანქანა ვისწორდებოდა, ვერ მოვაცურე, მართლაც GT3 RS-მა ყველაზე დიდი ემოციები დამიტოვა და პირველად გზა მაგას დავაყენებდი, მეორე დავაყენებდი მე GT3-ს უბრალოდ, იმიტომ რომ GT4-მა და Turbo S-მა ნუ ისეთი ემოციები ვერ მომანიჭა როგორც GT3-მა. ხო და როგორც მე პილოტს პირველად ტრეკზე რო დავინახე, რა სიტყვი როგორ გავაკეთე. მართლა იმაზე კარგად იარე, ვიდრე მოველოდი, იმიტომ რომ მოყვებოდი უყურებდი შენ ტარების სტილს და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია აი დრიფტის მანქანა მტკვარში გადააგდო და გადმოხვიდე სრულბოლაზე. ხო, რა თქმა უნდა, უწყარი დღე იყო, ძალიან მაგარი იყო. ეხლა გამოვარჩიოდი მეცად მომთმინანობაში ამ ტრეკისთვის ვიღავიღოთ GT3 RS, მაგრამ ყველა მანქანა გამორჩეულიყო შაქის ნებისმიერი მოდელი, რა თუნდაც ის ელექტრიკაი ტურბო, რომელსაც გასაოცარი აჩქარება ჰქონდა და ისეთი აჩქარება ჰქონდა, რომ მე 25 წლის ვარ და მსგავსი აჩქარებიან არც ორბოლაზე, არც ოთხბოლაში ამჟამა რა. ეხლა მოდი ჩვენში ყველაზე ახალგაზრდა ჩემს შვილთან გადავიდეთ სანდროსთან. ალბათ რახან ჩემი შვილი ამასაც GT3 RS მოეწონებოდა, მაგრამ ვკითხოთ თავისი აზრი. ძალიან ბევრი მანქანა ვიარეთ. თავიდან ვიარეთ GT3-ით, მერე 4 RS-ით, მერე ვიარეთ Turbo S-ით და მერე GT3 RS-ით. ყველა მანქანას თავისი ხიბლი ჰქონდა. GT4 RS-ი ძალიან ემოციური იყო, ცელკი ხასიათები ჰქონდა, ხმაც მაგარი ჰქონდა. მერე Turbo S-ი იყო, რომელიც საოცარი იყო აჩქარებებში, იმიტომ რომ 4-4-ზეა, თან ტურბირებული ძრავი აქვს და მეტი ძალა აქვს ძრავსაც, რაც ну, რა თქმა უნდა, ემოციაში უკეთესია. მოწყობებიდან გამოსვლას, მაგრამ მეც ვის მივბაძავ, მამაჩემზე უკეთეს, ამიტომ მეც GT3 RS მირჩევნია ყველას. გასაოცარი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის, რასაც იმედია გამოვიყენებ და ხშირად მომიწევს ესეთ მანქანებთან ურთიერთობა. მეგობრებო, წინაზე გითხარით და ისევ გავიმეორებ, რომ უკვე დასტურიც მივიღეთ. აქ რომელი მანქანებიც გავტესტეთ ერთ-ერთს, ანუ წინასწარ გეტყვით რომ ეს იქნება GT3, გავტესტავთ ჩვენ სუპერ ტესტში, როგორც დავიწყეთ თავიდან და მივყვებით ამ სუპერ ტესტს, რა თქმა უნდა გაგრძელდება ისე, ეს უბრალოდ ერთი გადაცემით გადავუხვდეთ, გავტესტავთ სუპერ ტესტში GT3-ს და იქ უფრო სრულფასოვნად შემოგთავაზებთ ამ საოცარი მანქანის შესაძლებლობებს. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს რჩება, ამითი ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, გამომწერებო თქვენ დიდი მადლობა და ვისაც არ გამოგიწერიათ არხი აუცილებლად გამოიწერეთ და კიდევ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. აგერ ბიჭებსაც აქვთ თავისი პირადი არხები და ამათი არხების გამოიწერეთ, ძალიან საინტერესოა და მოკლედ ვეცდებით ხშირად შემოგთავაზოთ ასეთ საინტერესო კონტენტი, მანქანის ტესტები და თქვენი იმედი გვაქვს. აბა დროებით.